არ ვიცი ვის ვესალმები, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მსმენელები ამ ლექციის უკვე გაცნობილნი არიან მთელ რიგ სხვა ავტორებს, რომლებიც შეტანილია შესავალ კურსში. იცნობენ ზედაპირულად მაინც ბერძნულ ფილოსოფიას, შეიძლება ცოტა მეტსაც ვთქვათ აღორძინების ხანის მოაზროვნეებს და განმანათლებლობის პერიოდს გაუგიათ სახელები ჯონ ლოკის ერთის მხრივ, მეორეს მხრივ, შეიძლება ნიკოლო მაკიაველის და შესაბამისად გარკვეული შეხება აქვთ ისტორიასთან, პოლიტიკასთან და ამავე დროს შეიძლება უკვე ამ დარგების შემსწავლელ სოციალურ მეცნიერებებსაც იცნობენ, იცნობთ, გაგიგიათ სოციოლოგიის შესახებ, ბუნებრივია გაგიგიათ ისტორიის შესახებ. შეიძლება უკვე რაღაცა წაგიკითხავთ სოციალური მეცნიერებების ისეთი დარგების შესახებ, როგორიც არის, ვთქვათ, სოციალური ანთროპოლოგია, ერთის მხრივ, მეორეს მხრივ საერთაშორისო ურთიერთობები, კულტურის კვლევები. მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ ყველაფერი ეს თქვენთვის არის ახალი, საზღვრები ამ დარგებს შორის ძალიან ბუნდოვანი. დღეს ვსაუბრობთ ჩვენ ისტორიაზე და ისტორიკოსებზე. ბუნებრივია რაღაცა კონკრეტული სახელების გამოყენებით და მაგალითებით. და გავბედავ და ვიტყვი, რომ ისტორია არის ერთ-ერთი საფუძველი, ძირი ფესვი სოციალური მეცნიერებების და ფილოსოფოსები არ მიწყენენ თუ გავიმეორებ იმ ფრაზას, რასაც მათი პროფესიის შესახებ ამბობდნენ ხოლმე, რომ ფილოსოფია იყო თავიდან რაღაც ერთიანი სააზროვნო კორპუსი, რაღაცა სიბრძნის ერთობლიობა, ფორმა და შემდგომ მის საფუძველზე იმდენი ახალი დარგი და მიმართულება, განშტოება წარმოიქმნა, რომ ფილოსოფია დარჩა მეფელირის მდგომარეობაში, როდესაც ყველაფერი გასცა და საკუთარი საგანი თითქოს და დაკარგა. მეფელირი გახსოვთ ალბათ. შექსპირის პერსონაჟი, რომელიც თავის ტახტს უყოფს თავის შვილებს და ბოლოს არავის იგი აღარ სჭირდება, რადგან არაფერი არ გააჩნია. შეიძლება ეს მეტაფორა ისტორიის მიმართაც იქნას გამოყენებული, იმიტომ რომ მე-19 საუკუნის შუახნებიდან, როდესაც სოციალური, თქვათ, დარგები ვითარდება და რაღაც საფუძველი ეყრება თანამედროვე მეცნიერებას, დაიწყო თავდასხმები ისტორიაზე, რომ ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ რაღაცა სახალისო ამბების დაუსრულებლად განმეორება, სახალისო თუ ჩათვლიდა ვინმე სახალისოთ ამ ამბებს, ეს კიდევ თქვათ რაღაც შეღავათს აძლევდა ისტორიკოსებს, ზოგი კი თვლიდა, რომ ისტორია მან მოგვატყუა, ან როგორც პოლ ვალერი ამბობდა, ისტორია არის ყველაზე საშიში ქიმიური პროდუქტი, რაც კი კაცობრიობას შეუქმნია. ან ზოგი ვთქვათ, დიურკჰაიმი, სოციოლოგიის ერთ-ერთი მამა, ამბობდა, რომ ისტორიკოსების საქმე არის ისეთი ტიპის ამბები წარსულიდან, რომელიც არანაირად არ ზოგადდება, არაფერი, თქვათ, დასკვნის გამოტანა მათგან არ შეიძლება და მათი ადგილი სოციალურ მეცნიერებათა სარდაფშია. ისტორიკოსი გაიგივდა ანტიკვართან, რომელიც ერთობა წარსულის ამბებით ერთის მხრივ და მეორეს მხრივ კი მეზღაპრესთან ზოგჯერ შეგნებულად, ზოგჯერ შეუგნებლად, რომელიც რაღაცა ამბებს იგონებს, რომელთაც რეალობასთან შეიძლება არაფერი საერთო არ ჰქონდეთ. ეს პოლემიკა მე-19 საუკუნეში იყო სერიოზულად და მე-20 საუკუნის დასაწყისში, სწორედ ამ პერიოდში, თქვათ, გაისმა ის შეფასებები, რაზეც გითხარით, დიურკჰაიმიდან პოლ ვალერიმდე, შპენგლერის, თქვათ, შეფასებები ისტორიის, თქვათ, არაფრის მაქნისობის და ზოგჯერ მავნებლობის შესახებ და იგულისხმებოდნენ ისტორიკოსები და მათი ნაშრომები და არა თავისთავად ისტორია, როგორც ასეთი, რომელიც ჰეროდოტესგან ტერმინი დამკვიდრებულია და ძიებას რაღაცის გარკვევას ნიშნავს. მეორენაირად ეს ტერმინი ასევე გაიგება როგორც
წარსული ან ამბავი წარსულის შესახებ. ერთის მხრივ ადამიანი წარსულის გარეშე არ არსებობს. ის ავტორი, რომელზეც დღეს გვექნება საუბარი, მაგალითად ამბობდა, რომ აი ქრისტიანობა არის ისტორიკოსთა რელიგია. რატომ? იმიტომ რომ ის დროში არის გაწერილი. ის ყვება სამყაროს გაჩენიდან სამყაროს დასასრულამდე თუ გარდაქმნამდე ამბავს. და იგი ახსავსეა, მათ შორის ლიტურგიაც ქრისტიანული ახსავსეა წარსულის ამბების, წმინდათა ცხოვრების, ეკლესიის ცხოვრების, ვთქვათ, აღწერებით, ეტაპებად დაყოფით, ანუ დროში არის განფენილი რაღაცა ქრონიკას მიყვება, ხო? ასევეა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება. გვინდა არ გვინდა ვიხსენებთ საკუთარ წარსულს, ბავშვობას, გადადგმულ ნაბიჯებს. ზოგჯერ შეიძლება ეს ყველაფერი დიდ სიამოვნებას არ გვანიჭებდეს, მაგრამ ამას ვერ გაურბივართ. ანუ ისტორია თავისთავად არსებობს, მაგრამ რა არის ისტორია მეორე გაგებით, რომელსაც აკრიტიკებენ, ანუ ისტორიკოსების ნაშრომი ნაღვაწი წარსულის შესახებ. ამას ეძღვნება ჩვენი ლექცია და ალბათ ჩვენი ლექციის მიზანი ისიც არის და კარგი იქნება თუ ეს მიზანი რაღაცნაირად განხორციელდა, ანუ მსმენელებში თუ გაჩნდა იმის განს პოლ ვალერის თუ დიურქჰაიმის ბრალდებები, რბილად რომ თქვა, ცოტა უსამართლო იყო. ამ ბრალდებებს პასუხობს მარკ ბლოკი. თავის წიგნში ისტორიის აპოლოგია, იგი შესული არის თქვენს კრებულში, რომელიც საფუძვლად უდევს კურსს შესავალი თანამედროვე აზროვნებაში. იგი არ არის ერთადერთი, ვინც შეეცადა მიიღო ეს გამოწვევა და ეპასუხა კრიტიკოსებისათვის ისტორიის საჭიროებაზე და მის ავკარგიანობაზე, მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეული ავტორი ნამდვილად არის. პიროვნულადაც და იმ, თქვათ, წრისადმი კუთვნილებითაც, რომელსაც იგი ეკუთვნოდა და ამაზეც რაღაცა ორი სიტყვა უნდა ვთქვათ. ეს არის 1929 წელი, სტრასბურგი, საფრანგეთი, როდესაც მარკ ბლოკი, ვიზეც ვისაუბრებ ძირითადად, თავის კოლეგა მეგობარ ლუსიან ფევრთან ერთად და მოგვიანებით მათ შეუერთდათ ფერნანდ ბროდელი, აარსებენ ჟურნალს, რომელსაც ზუსტად ერქვა ეკონომიკური და სოციალური ისტორიის ანალები. და ცდილობენ შექმნან ახალი ისტორია და პრინციპში ბლოკიც და სხვაებიც თავის პასუხებში კრიტიკოსების მიმართ ნაწილობრივ აღიარებენ, რომ ამ კრიტიკას გააჩნია სამართლიანი საფუძვლებიც. ანუ ისტორიკოსთა ნამოღვაწარი მანამდე ყოველთვის არა იყვნენ ძალიან საინტერესო მოაზროვნენი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში გავდა იმას, რასაც კიდე ერთმა, თქვათ, ისტორიის თეორეტიკოსმა, უკვე ბრიტანელმა, იგივე პერიოდში მოღვაწეობდა კოლინგვუდმა, უწოდა მაკრატლისა და წებოს ისტორია. ანუ ისტორიკოსთა თაობები, რომლებიც იწვრთნებოდნენ პროფესიულ გილდიებში, უნივერსიტეტებში, მე-19 საუკუნეში დაკავებულები იყვნენ იმით, რომ ერთხელ უკვე მონათხრობ ამბავს, მემატიანეთა ქრონიკებს, კიდევ ერთხელ ყვებოდნენ და იმას აკეთებდნენ, რასაც დღეს copy-paste-ს ვეძახით ხოლმე. მაშინ არ არსებობდა კომპიუტერი, როცა კოლინგვუდმა ამ ყველაფერს უწოდა მაკრატლისა და წებოს ისტორია. მოაჭერი რაღაცა პოლიბიოს, მიაწებე ტაციტუს, იქ კიდევ თქვათ გამოიყენე მე-18 საუკუნის ისტორიკოსები, ვიკო, სხვები და აი კიდევ ერთხელ მოყევი რაღაც ამბავი და ეს ამბები ძირითადად იყო ქრონიკები პოლიტიკური მოვლენების შესახებ. მეფეთა ისტორია. სხვათა შორის ჩვენი ქართველი ისტორიკოსი ალბათ დღემდე შეუცვლელი თავისი დიაპაზონით, სიღრმით, შესაძლებლობებით ივანე ჯავახიშვილი, ისევე როგორც ილია ჭავჭავაძე, რომელიც სულ არ იყო ისტორიკოსი, მაგრამ ნამდვილად იდგა რიგი თავისი ნაშრომებით თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფიის სათავეებთან, ასევე წუხდნენ, რომ აი წარსული ქრონიკები ეს ძირითადად მეფეთა ამბებია, ისინი იწერებოდა ბერების მიერ სამეფო კარზე და ეს არ არის საკმარისი, რომ ჩვენ გავიაზროთ სრულფასოვნად, ვთქვათ, როგორ მოვედით დღევანდლამდე. სხვათა შორის ილია იმეორებდა თაობების მიერ სხვა ქვეყნებში ნათქვამს, ცოტა პოეტურად
ამაში არ იყო ის ორიგინალური, იგი უბრალოდ თავის ხმას უერთებდა მოაზროვნეთა თაობებსა და თაობებს, რომ აწყვოშობილი მომავალისგან, უბრალოდ აწყვოშობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა. ხო, ანუ ეს მაქსიმა, რაზეც დგას ისტორია, კვლავ აქტუალურია მარკ ბლოკისათვისაც, რომელიც იცავს თავის პროფესიას თავდამსხმელებისაგან. მაგრამ რას ნიშნავს, როგორ უნდა გავიგოთ, რა არის წარსული, რას მივაქციოთ ყურადღება და რას უნდა ნიშნავდეს პრაქტიკაში წარსულისგან აწყვოსშობა და მომავალზე თქვათ ორიენტირება, რაც ძველმა რომაელებმაც ჩვენივრად იცოდნენ და თქვათ ამ მაქსიმას თვლიდნენ ძალიან თქვათ მნიშვნელოვნად, რაც მათ აწერინებდა ისტორიულ ტრაქტატებს, ხო? მაგრამ თანამედროვე სამეცნიერო აპარატის გამოყენებით ეს რას უნდა ნიშნავდეს და ყოველთვის პირდაპირ უნდა გავიგოთ, რომ თქვათ დიდგორის ბრძოლა ან ასპინძის ბრძოლა თუ არ ვიცით, ვერ გავიგებთ დღევანდელობას, თუ ესე პირდაპირ ამის გაგება არ შეიძლება, აი ამაზეც არის ჩვენი კურსი. რომ დაუბრუნდეთ ისევ ანალების სკოლას, მათ და მარკ ბლოკის შესახებაც ალბათ ამ მიმართულებით უნდა ვისაუბროთ. ჩემის აზრით, სამი მნიშვნელოვანი ამოცანის გადაჭრას სცადეს და ნამდვილად მიაღწიეს წარმატება ამ პროცესში. მათ ერთის მხრივ ჩამოაყალიბეს ახალი შეხედულება ისტორიული დროს შესახებ. რა არის დრო? ეს უბრალოდ რაღაცა ქრონომეტრაჟია, წრფივი პროცესია, რომელზეც ფაქტები არის ახუნძლული თქვათ ერთგანზომილებაში, თუ ეს რაღაც სხვა არის, სხვანაირად მოქმედებს მაინც. ანუ როგორ გავიაზროთ წარსული? ეს ერთი საკითხი. რომ წარსული თავისთავად დროზე მიგვითითებს და ის სად იწყება, სად თავდება და ის სწორხაზოვანია თუ არა. მეორე, მათ შემოიტანეს ცნება და შეეცადნენ ეს ცნება დაესაბუთებინათ ცნება ტოტალური ისტორიისა. და აი რას ნიშნავს ტოტალური ისტორია, ამაზეც უნდა ვისაუბროთ ბლოკისათვის და მისი კოლეგებისათვის. და მესამე, მათ რა თქმა უნდა ძალიან დიდი ყურადღება დაუთმეს იმას, რასაც ყველა ისტორიკოსი ცდილობს ხოლმე თავისთვის გაიაზროს, მაგრამ ზოგიერთი ისტორიკოსი, რომელმაც გადაწყვიტა პროფესიის დაცვა, ამას უძღვნის ხოლმე სპეციალურ ნაშრომებს. ეს არის მეთოდები. ანუ როგორ შეგვიძლია ჩვენ შევიმეცნოთ ისტორია, რა მეთოდები უნდა გამოვიყენოთ.